საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიაშია, ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58 სესია იმართება. მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოვა დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრებიც. დეტალებს ქეთი ქარდავა გაგვაცნობს. ადამიანის უფლებათა საბჭო არის საუკეთესო შესაძლებლობა და პლატფორმა იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას გაეროს წევრ სახელმწიფოებს შევახსენოთ. საქართველოს 20% არის ოკუპირებული, ჩატარდა ამ თვეში არაკანონიერი და არალეგიტიმური არჩევნები, რომლის არაღიარებაც და დაგმომაც აუცილებლად უნდა მოხდეს და რუსეთი არ ასრულებს ნაკისრვალდებულებებს. აღსანიშნავია, რომ გაერო არის ეუთოს-თან და შეერთებულ შტატებთან ერთად თანათავმჯდომარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, რომელიც აქ იმართება 2008 წლის შემდეგ. ადამიანის უფლებათა დარღვევებს აქვს ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რეაგირება არ მოდის და ყველა მათგანზე არის პასუხისმგებელი ეფექტიანი კონტროლის გამახორციელებელი ძალა რუსეთის ფედერაცია. დღეს მაკა ბოჭორიშვილი მიმართავს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს და ამის შემდეგ შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს. ადამიანის უფლებათა საბჭოს ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობას შევახსენოთ ის გამოწვევები, რა გამოწვევების წინაშეც დგას საქართველო. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოს ორი რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და იქ ირღვევა ადამიანის უფლებები, როგორც ეს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა, იყოს მშვიდობა, იმისათვის, რომ საქართველოს კონდეს შესაძლებლობა შემდგომი ნაბიჯები გადადგას განვითარებისთვის და უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ეკონომიკური განვითარება. ორმხრივი შეხვედრები იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან, ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. გაეროს აქვს არაერთი რეზოლუცია მიღებული საქართველოს შესახებ, ასევე ყოველწლიურად არის ანგარიში, რომელშიც არის საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე. ჩვენ ამ ანგარიშებსაც ველოდებით და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მხარდაჭერას. გარდა სიტყვით გამოსვლისა და გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისა, კოლეგებთანაც ექნება საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რამდენიმე წუთის წინ მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს ისლანდიიდან და იყო საუბარი როგორც მიმდინარე საკითხებზე, პოლიტიკურ პროცესებზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ კუთხით და იმ კონტექსტით თუ რა უნდა გააკეთონ ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა იმისათვის, რომ საქართველოს დეოკუპაცია დაიწყოს. პირდაპირ ეთერში ქეთი ქარდავა საუბრობდა.